მშვიდობის გამარჯვების ერთი თავისუფალი დღე. ეს გვაქვს რა ჩვენებიდან. ძალიან ლამაზია. მოკლედ გუშინ მომხმარებელთან დამრჩა პარკი. საერთოდ ბახილები და ხელფეცმანები იყო და ეხლა დღეს თავისუფალი დღე ავიღე, რომ ცოტა მოვისმინთო. აი, ფისო არ მაქვს საჭმელი. და მოვაკითხე ჩვენს ბახილებს. რადგან ისეთ ეზოში ვარ, სადაც მარინას მაღაზია, ამას ვერ გამოვტოვებდი ვერანაირად და გავენთოთ, იმიტომ რომ ზუსტად ორი ელასტიკი მაქვს, ლასინები, რა მოხდია, არ ვიცი. და სვიტერი არ მაქვს ისეთი მოკლევიანით მოძრაობ ძირითადად, მაგრამ მოკლედ ასეთ მიწვევდა და იმისთვის რომ სამშობლოდ გამომადგეს აუცილებელია რომ არ დავხარჯულდეთ მეტი თანხა და შევიძინოთ მეორადებში. რაც შეეხება იმას, რომ თქვენ დაგიგოთ, ეგეც რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ ჯერჯერობით ადაპტაციას გავდივარ, სტარტაპი ვარ, მე თვითონ სწავლობ ბაზარს, მე თვითონ ცოტა ისე ვარ და ამის გამო ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ყველას მადლობას გიხდით იმისთვის, ვინც დალაიქეთ ჩემი დასუფთავების გვერდი, ვინც ჩემს გვერდით ხართ და ნარემონტალის სახლში, სადაც არავინ არ იქნება, გავაკეთოთ ისეთი ვიდეოები, იმიტომ რომ სადაც მაცხოვრებლები არიან, უშინ მაგალითად ძალიან ისეთი ძნელად გასაწმენდი დივანი გავწვდიდა, მაგრამ ქალბატონის ისე ვიყავით პარკი, სადაც დამრჩა და ძალიან რთულია, რომ უთხრა, რომ მოდი გადავიღებ. შევიდეთ მარინასთან. идеалურია. ასე ვარ. მე მინდა სპორტოლებია. მაღაზიაში მუსიკის გამო ვლაპარაკობ, მაგრამ ხმას დავადებ კიდევ. ასეთი ნაიკის ზედა ავიღე და ასეთი სუბუქი, ისეთი შარვალი, რომ არ დამამძიმოს და მოძრაობაშიც идеალური იყოს. არ ვიცი კიდევ აქ რას ვლაპარაკობ, მე მგონი გეცეკვებით და გებრანჭობით და აი ხელს რა ვწევ, მუცელი მე ჩანს თქო. მოვიზომე სერი ზედა და ეს ძალიან პრაქტიკული შარვალი. სერი ზედა უბრალოდ ოდნავ ვიწრო მაქვს, ვერ ვმოძრაობ და ამას შემოგჩივით, რომ აშკარად მოვიკელი, მაგრამ ისევ სუქნად გამოვიყურები მეთქი. აქაც არ ვიცი რა სწორად ზედად გადავიფიქრებ და ისედა ბოდი ავიღე, რომელიც ძალიან სასიამოვნოა და გადანაწილდება და შეუხამდება ერთმანეთს. მესამე ეს ნაქსოვი შარვალი ავიღე, რომელიც ჭუჭყისფერია და ეს ცისფერი ძალიან თავისუფალი და ლამაზი ზედა, ვფიქრობ, რომ გამომადგება. დომინო. შემდეგი გაჩერება. დომინო. დიდი რომში თავს. იქით არ თოვდა. ავედი რაღაცები საყიდელი, მნიშვნელოვანი. მაგდამოც რო ხედავ, ეგრევე მშია. არ ვიცი რა გავაკეთო. და ვიბინო ჭამო თუ შევიკავო თავი და სახში ჭამო. მიუხედავად იმის, რომ გრინჩი ვარ, ამ დაძაბულ პერიოდში ცოტა მახალისად.
იმის გვერდს ვერ აუვლიდი. ნახე, რა მაგარია. დამიტოვეთ თქო და ესო, დარჩია მითხრეს, მაგრამ რას თავაზობენ არ ვიცი. ყავებს გვერდს როგორ აუვლიდი. შევიძინე. ერთი სული მაქვს სახში მივიდე და დავტესტო. გადამიარა მაკდონალდმა. ეხლა უნდა ასკდე დიდი ღონში, იმიტომ რომ თეოდორე მღვდელზე გასყიდობა მეზარება და უნდა წავიღეთ კილოები და რაღაც ის საჭიროებები, რაც დღეს იარეთ ჩვენ ერთად მე 3 საათზე უნდა წავიდეთ. დეკლარაციები გავაგზავნე. თვალ ადამიანებია. თავი ჩემი რეალიზება ცოტა სხვა კუთხითაც მჭირდებოდა. მოვედი ძალიან ცივა. გადავიყინე. საერცხის მანქანა დავტოვე ჩართული. მეგონა რომ მოვედი, გავფენდი და ჩემს ახალ ნაყიდ სამუშაო ტანსაცმელს დავავალებდი, მაგრამ ნურას უკაცრავად. გაჩერებული დამხვდა, არ ვიცი რა მოხდა, ხში გულის ფანცქალით ჩავთე და ველოდები რასიდა. ყავის სამყარო სადაც მიტოვებდნენ და არ დამიტოვეს. წამოვიდა ესეთ ყავა. იდეალური სუნა. დავლიოთ. და გეტყვით შემდეგ როგორია. არ დავჯერდი მარინას მაღაზიას და უბნის მეორადებით შემოვიარე. ასეთი ელასტიკები ავიღე, მაღალწელიანი და ჩაჩაჩული. იგივე ავიღე, ზუსტად ის ბრენდი, ის ფორმა, უბრალოდ სხვა ფერი. როცა მოვდივარ დალაგებიდან, აბსოლუტურად ყველაფერი გასარიცხე იმას, რა თქმა უნდა, ვერ მოვიხმარ. მე არის რომ ხან არ მაქვს იმის თავი, რომ შევყარო საერცხის მანქანაში და ამიტომ მინდოდა რომ ბევრი მქონოდა. ესეთი დუგმებიანი, რომელიც ჩემს მუცელს კარგად დამალავს, თითქოს ცეკვის ქამარი გიკეთილაო და მესამე ესეთი ელასტიკი, ესენი ძალიან იაფეთველი და აცვარებად. სპორტული მაიკები, ბიუსგალტერ მაიკები. ამას ხმარობ მე. სამი ვარი. ეს ხონდა ხელები უნდა დავიბანოთ და არსად არ წავიდოთ. დამშია. იმდენად არ მაქვს დრო და გადართული ვარ ჩემს ამბებში, რომ ყოველდღე ჭამ შემწორ კვერცხს და რაღაც ისეთ ნაყიდ ხორცს, ან სოსის, ან ხალადეც, ან რაღაცა ესეთი მომაქვს სახში, რომელიც მაცივერში დევს და რომ მოვაუცებ რომ გავიკეთო. ეხაც შევიწვათ კვერცხი, ან ყავაც დავხოთ. მომენატროთ თქვენთან ესე ფუსფუსი.
ინტენსიური სუნი აქვს და ნახეთ შერეული ფერის მარცვლები. არ ვიცი რამდენად აყიქვავს ჩემი გაუბედურებული ტელეფონი. ნახეთ, ზოგი ძალიან მუქია, ზოგი ძალიან ყავისფერია. Let's გადავიჭერდა ესე შევიწევ და ისე როდესაც მორჩენილი მაქვს. შევფუთე. რომ გერმეტულად იყოს, დავქოვ ყავას და მოვალ. ყავა დავქვი. გადავიდეთ. კვერცხი შეწოძო. ყველით რაღაცა არ ვიცი ფასდათმობაში იყო და შემომესყიდა მესოსისებს როგორც ის ხარჭამდა დიდად არ ვიცი რა არის მოსახარში და შესაძლოა ანუ ორივე შეგიძლიათ ნახვა წერია ზე Haveri aramışlar, kesin molaslat. Ძალიან გემრიელი სუნია. გემრიელი ისე. Çikatali. Let's have a brown pepper. Let's go through my fresh sheva brunat. Max asset ready. Რომელიც ასევე სასახმებაში იყო. მაქვს შავი 0%-იანი პური. ის რა შესანახი იყო და შემინახია. აცივაში კარგად ინახება. ეს წოთე.
დაახლოებით 2 მინიჭური გამოვიდა, მაგრამ სავარაუდოდ დავამატებ, იმიტომ რომ მე გვიან აღარ ჭამ. იღეჭები, რა თქმა უნდა. Idealurია. გავიმზადოთ, მე უთქვენოდ ვისადილებ და აქვე ცოტა ხანში დაგიმშვიდობებით. რაც შეეხება დავაგების ვიდეოებს, მე გვპირდებით, რომ იქნება მხოლოდ ნარემონტარი ბინების და მხოლოდ ისეთი სახლების, სადაც პატრონი დიასახლისი არ იქნება, იმიტომ რომ კონდა შემთხვევა, რომ ჩემი გამომწერი აღმოჩნდა, მაქვს ჩანიშნული კიდევ ადამიანთა, რომელმაც მითხრა, რომ შენი გამომწერი ვარ. მე არც ერთ ჩემს სამსახურზე დეტალურად არასდროს არაფერი არ მომიყოლია, არც ერთ შარშანი იანვარში დედამიწა რომ მომიტრიალდა და ცხოვრება თავიდან დავიწყე. იმდენად დიდი დარტყმა მივიღე სამსახურის და თანამშრომლების და იქ მყოფი ადამიანების გამო, მაშინ არ გამოვედი და არ მოვყევი, მე რომ ის მომეყოლა, ძალიან ნახვადი იქნებოდა და ძალიან საინტერესო იქნებოდა. მე ვფრთხილდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც მე მქირავდნენ. ეხლა ეს ყველაფერი არის ჩემი იდება, ჩემი შრომა, კუსნა ბიჯებით მივდივართ წინ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შრომა დაუღალავი გამოიღებს ნაყოფს და ჩემი სტრატეგია, რომ ერთი საქმე რომ გააფუჭო, მეორე გააკეთო და YouTube-ზე ნახვადი რომ იყოს პირობითად და ძალიან საინტერესო იყოს, მეორე არ უნდა გაიფუჭო. და იქაც შევეცდები, რომ აუცილებლად ავიღო თანხმობა მივიღო, ვიკითხო, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა უცებ ჩართოს და ნახოს, რომ მისი სახლია და რა თქმა უნდა არის სიამოვნო. მე შეიძლება არ მესიამოვნო. რაც მე არ მესიამოვნება, ის არ იქნება. ძალიან ბევრი მაგალითია ამ სივრცეშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო ბევრი რამ მომხდარა. ამიტომ თქვენ თუ ვინმე ელოდებით იმას, რომ იდეალური ყავა ხალხო, ამერიკის საელჩოს გვერდით დომინოში, შიგნით რომ შევბრძანდებით, არის ის მაღაზია. ხო, მე ასე მგონია. და ეს არის ნორმა. მე აქ მშვიდობებით ბედნიერ, რა თქვია დღეს პარასკევს გისურვებთ. ხვალდაზე მუშაობ, მაზეგაც მუშაობ, მინდა 19 გამოვინ თავისუფლო და ნიკოლოსთან წავიდე, იმიტომ რომ ნიკოლოზობა და მისი კლასი кейფობს და მე მინდა რომ ის გვერდით ვიყო ნებისმიერ სიტუაციაში, დედა ვარ, ცხოვრება გრძელდება, საერთოდ არ მეხალისება ხოლმე რაღაცეები, მაგრამ ვაკეთებთ. და ასეთი იყო ჩემი ნახევარი დღე. გოცნით თქვენი დორა, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას. გვერდში დგომისთვის, სიყვარულისთვის და ურთიერთობისთვის. ნახვამდის.